Shabbat shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვაგზავნებ ჩვენ საინტერესო თორის საკვირაო თავების განხილვას და დღეს როგორც იცით თუ არის თორის საკვირაო თავი, რომელსაც ქვია ხუკათ. ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი თორის საკვირაო თავია ჩემოკარგებო ეს მეცმუნეთ მართლაც ძალიან ძალზე ბევრი ინფორმაცია არის დატვირთული, ბევრი სიუჟეტებია. ეს არის ბაბიდვარის წიგნის მე-19 თავი. ანუ ქართულ ენაზე რა ვთქვათ, ეს არის რიცხვთა წიგნის მე-19 თავიდან იწყება ეს პირველივე მუხლიდან იწყება თორის საკვირაო თავი, რომელსაც ქვია ხუკათ. ხუკათ არის ჩემოკარგებო წესი, დადგენილება. საერთოდ თორაში ჩვენ გვხვდება ღმერთის მცნებების სამი კატეგორია. ეს არის ხუკა, ეს არის მიცვა და ეს არის მიშპატ. მრავლობითი არის ხუქიმ, მიცვოთ და მიშპათიმ. ეს არის ესე მრავლობითი ფორმა. ანუ რა არის? ეს არის წესები, ეს არის მცნებები და მიშპათიმ ეს არის დადგენილებები. სასამართლო დადგენილებები, ანუ სასამართლო პრეცედენტები, რომელიც ჩვენ ადრე ვილაპარაკეთ, როდესაც განვიხილავდით გამოსვლის წიგნის 21 თავს. იქიდან იწყება თორის საკვირაო თავი მიშპათი, მაგრამ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ხუკას. ძალიან საინტერესო თავია იმით, რომ ჩემოკარგებო, რომ ბოლომდე სიტყვა ხუკა, რომელიც წესებია, ეს ისეთი რთული წესები არის გასაგებად. ანუ მისი ბოლომდე, მისი საბოლოო დანიშნულება არავინ არ იცის. ანუ როგორი წესებია, იცი? ამ წესის არსის საბოლოო ნიშანი ბოლომდე ჩაცდომა არ არის ცნობილი და ამიტომაც ამ სემბოლს უძახიან ხუქიმ. ანუ მრავლობით, თორე ისე ხუკა ქვია, საერთოდ ეს წესი. და ჩვენ ძველახმაში ხვდება მრავალი ადგილზე ეგ დადგენილებები, მაგალითად, როდესაც ღმერთმა სთხოვა აბრაამს, ისაკი მოიყვანა მსხვერპლად, ეს იყო ხუქიმ აბრაამმა. ვერ ჩაცდა ამ ცნების, ამ ღმერთის თხოვნის მიზანს ბოლომდე, მაგრამ ის დაემორჩილა. აგრეთვე ჩვენ ახალ აღთქმაში ვხედავთ ამ დანიშნულებას, მაგალითად, როდესაც იესო ქრისტე ეუბნება ზიარებაზე, ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგნოთო. ამაზე ევხარისტიაზე დღეობრივ ახლაც მიწის დავა, ზოგი ამბობს ეს სიმბოლურიაო, ზოგი ამბობს ამაში არის მისტიციზმიო, იესო ქრისტეს ხორცი პული ეს უკვლაურათაო და ასე და ასე შემდეგ. ანუ რას გულისხმობ? ეს არის ისეთი მცნებები, რომელიც არსი ბოლომდე არავინ არ იცის, თუმცა ის უნდა შესრულდეს და შეასრულოს. ასევე მეორე მაგალითი შეიძლება ახალი აღთქმიდან ავიყვანოთ, ნათლობის მაგალითი. ნათლობა, რომელიც ბოლომდე მისი მისტიციზმის, მისი დანიშნულება არავინ არ იცის. ბოლომდე ვამბობ. რაღაც ნაწილი ყველამ ვიცით, რადგანაც ახალი აღთქმა გვაძლევს ამას. პირველი პეტრეს წელებში ამბობს, რომ ეს არის ფიცი ღმერთთან წმინდა სინდისის აღთქმაში შესვლა. მეორე მხარე ამბობს, რომ ეს არის სოდვების ჩამობანვაც აგრეთვე, მაგრამ ბოლომდე მისი არსი დანიშნულება არავინ არ იცის ჩემოკარგებო. ამიტომ ეს არის ის მცნებები, რომელიც ჩვენ უნდა უბრალოდ შევასრულოთ, რადგანაც იესომეს დაგვავალა და მის არს ალბათ ის რომ მოვა საბოლოოდ მაშინ გავიგებთ. მაგრამ ჩვენ გავგიმართლა, რომ ხუკას ამ ცნებას, რომელიც გამოსვლის რიცხვთა მე-19 თავში არის, ამის არსი ჩვენ უკვე გავიგებთ იესო ქრისტეს მოსვლის შემდეგ. ეს არის მცნება, რომელიც იწყება ჩემოკარგებო, ეხება გაუწმინდურებული ადამიანი როგორ უნდა მოიქცეს. თქვენით რომ ვერსეთი გაუწმინდურებული, რიტუალურად გაუწმინდურებული ადამიანი ვერ შევიდოდა წმინდა საკრებულოში, ის თუ ის ასე გააკეთებდა, ის აუცილებლად მოიკვეთებოდა ისრაელის საზოგადოებიდან. აქ არ იგულისხმება სიკვდილი ან ჩაქოლვა, აქ იგულისხმება, რომ ის ისრაელის ბანაკს გარეთ იქნება, ანუ ის გაძევებული იქნებოდა ქვეყნიდან. მაშასე თორის საკვირაო თავი ხუკა, რომელიც იწყება რიცხვთა წიგნის მე-19 თავიდან და რომელიც ეხება წითელ დეკეულს, მსხვერპლს. ამ თავში თორის საკვირაო თავი აერთიანებს რამოდენიმე მოვლენას, რამოდენიმე პასაჟს. ეს არის წითელი დეკეულის მსხვერპლი, ეს არის მირიანის სიკვდილი, ეს არის
მოსეს და აარონის შეცდომა. აქ არის სპილენძის გველი და ამ თავში არის აარონის სიკვდილიც. და აგრეთვე თქვით რომ ეს მირიამის სიკვდილიც არის მოსეს დის სიკვდილიც არის. ყველა ეს თავი თითქოს ერთი და მხრივ საერთოდ სხვადასხვა რაღაცას გვიყვება, მაგრამ შემოკარგებო ყველა ამ თავს ამ სიუჟეტებს და ამ პასაჟებს აერთიანებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს და ეს მიზანი არის გვაჩვენოს იესო ქრისტე. გვაჩვენოს იესო ქრისტე, მასიახი სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა მეორენაირად ვთქვათ, მასიახის ჩვენ ხსნელის სხვადასხვა მოქმედება დავინახოთ, რომელიც მან გააკეთა თავისი მიწიერი ცხოვრების დროს. მე შევეცდები ძალიან მოკლედ მოგიყვეთ ეს ყველაფერი, აგიხსნათ ეს ძალიან მასად ღრმა გაკვეთილია ჩემოგარგებო, მაგრამ მანამდე სანამ დავიწყებთ უშუალოდ ძალიან გთხოვთ ჩემო გამომწერებო. გამოიწერეთ ეს არხი, თუ გამომწერები არ ხართ, თუ გამომწერები ხართ, მოიწონეთ, დააკომენტარეთ და აუცილებლად გააზიარეთ. ასევე გთხოვთ, თუ ვისაც გინდათ ფინანსურად გვერდში დგომა, ჩვენი საბანკო რეკვიზიტები არის ყველა ჩვენი ვიდეოს ქვევით და აგრეთვე დაემატა PayPal სისტემა. თუ ვინცაც ვაგარეთ და ხართ, შეგიძლიათ PayPal-ით გადმორიცხოთ თანხა, ძალიან მარტივია ეს ყველაფერი. მაშასე ვაგზელებთ, რა აერთიანებს ამას? ყველაფერს აერთიანებს იესო ქრისტე. თუ თქვენ უსმენთ ჩემ ვიდეოს, მე ვთქვი რომ ბიბლიის დაწერის, საერთოდ ღმერთის სიტყვის ჩვენდამი ბოძების მთავარი და უმთავრესი მოტივი არის დაგვანახოს მესია. ის მესიის გამო შეიქმნა. ღმერთის სიტყვა ეს არის იგივე მესია, იგივე იესო ქრისტე, როგორც მას იოანეს მახარებელი უწოდებს, თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ანუ ის არის ის სიტყვა, რომლისთვისაც შეიქმნა ყველაფერი, ჩვენ სამყაროს ყველაფერიც და ეს სიუჟეტი, ეს სტორიის საკვირველოს თავი ნათლად ილუსტრირებს იმას, თუ როგორ არის ყველაფერი იესოს გარშემო ტრიალებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილებია, ჩემოგარგებო, რომელიც არის თორის საკვირველო თავში უკათ, ანუ წესები, დადგენილებები, რომელიც გვამცნობს თუ როგორ უნდა მოიყვანოს ადამიანმა თავი წყობში, რათა წარსდგეს ღმერთის წინაშე. მაშასე პირველი პასაჟი, რომელიც იწყება, ეს არის წითელი დეკეულის დაკლა, რომელიც ხდებოდა ბანაკის გარეთ. ის არ ხდებოდა ტაძარში, ის იკვლევდა ბანაკის გარეთ. აი ეს არის, ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ასე იწყება, მე წაგიგითხავთ რამოდენიმე მოხსოვს, თქვენ წარმოდგენა გქონდეთ. ეს არის რიცხვად წიგნის მე-19 თავის პირველი მუხლი. ელაპარაკა უფალი მოსეს და ჰაარონს. ესა ჯული დადგენილება, რომელიც ბრძანა უფალმა. უთხარი ისრაელიანებს, რომ მოგიყვანონ წითელი უნაკლო დეკეული, რომელსაც ნაკლი არ აქვს და უღლის ქვეშ არ მდგარა. მიეცით ელიას და მღვდელს, გაიყვანოს იგი ბანაკის გარეთ და დაიკლას მის წინაშე. თითი აიღოს ელიას და მღვდელმა მისი სისხლი 7-ჯერ მოაპყროს საკრებულო კარვისინ და დაწონ დეკეული მის თვალწინ, მის ტყავი, ხორცი და სისხლი განავალთან ერთად დაიწვას. აიღოს მღვდელმა კედარის ხე, უსუპი, წითელი ძაფი და მიაგდოს ცეცხლმოკიდებული დეკეულის. გაირეცხოს მღვდელმა სამოსელი წყალში, დაიბანოს სხეული და მერე შევიდეს ბანაკში. უწმინდური იქნება იგი საღამომდე. მისმა დამწვრილმაც გაირეცხოს სამოსელი წყალში, დაიბანოს სხეული და უწმინდური იქნება საღამომდე. მოაგროოს სუფთა კაცმა დეკეულის ფერფლი, ბანაკის გარეთ სუფთა ადგილზე დადოს, სადაც შეინახება ისრაელის ძეთა თემისათვის, სასხულებელი წყლისათვის, ცოდვისგან გასაწმინდად. გაირეცხოს სამოსელი დეკეულის ფერფლის შემგროველმა და უწმინდური იქნება საღამომდე. იყოს ეს მარადიული დადგენილება ისრაელიანებისა და მათ შორის მცხოვრები ხიზნებისათვის. და აი გავჩერდით, ნებისმიერი ხიზნებისათვის. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენ ვიცოდეთ. აქ წავიკითხეთ 10 მუხლი, რომელიც არის, ანუ ვთქვით, რომ წითელი დეკეული და პირველი რაც უნდა ვთქვათ, ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი არ არის მამრობითი სქესის. ეს არის ერთადერთი მსხვერპლი, რომელიც იყო მდედრობითი სქესის და ეს იყო დეკეული.
ის იყო წითელი დეკეული, რომელიც უნდა ყოფილიყო უნაკლო, რომელზეც არ ქონდა არაფერი დაღი დასმული და რომელიც არ იყო უღლის ქვეშ. და ის იკლებოდა ბანაკს გარეთ. რატო არის ეს იესოსთან ასოცირებული? იესო ქრისტეს ჯვარცმა მოხდა ტაძრის მოპირდაპირ. ანუ ტაძრის ეზოში არ მომხდარა, არც ტაძრის ახლო ტერიტორიაზე არ იყო. ეს იყო ბანაკს გარეთ. აი ესე დაიკლა იესო ქრისტეს მსხვერპლი, როდესაც იესო ქრისტე მოვიდა. კედარი, რომელიც დაიწვა, კედრის სავარაუდოდ ამობენ მეცნიერები, რომ კედრის ჯვარზე გააკრეს იესო ქრისტე. ის კედარი რომ მისცეს მას სატარებლად, მოძე ეს იყო კედრის ხეზე. ასე ამბობენ. მე ახლა ზუსტად ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ სავარაუდოდ ასია და მკვლევარებიც ამაში თანხმდებიან. ეს არის პირველი პარალელი, რომელიც იესოსთან არის. დააკვირდით, დაკლას უნდა ესწრებოდეს ღმერთმთავარი ელიაზარი. იესო ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდა ღმერთმთავარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ჩვენ უნდა გვესმოდეს. ებრაული ტრადიცია თალმუდი ასე გვიყვება, რომ დეკეულის დაკლის დროს ღმერთმთავარი უყურებდა დაწვას დეკეულის და აგრეთვე მისი მზერა უნდა ყოფილიყო წმინდათა წმინდაისკენ, წმინდათა წმინდაის შესასვლელი. ანუ მოპირდაპირე მხარეს იყო და იესო ქრისტეც ასე იყო. ტაძრის მოპირდაპირე მთაზე იყო ჯვარცმული და მას უყურებდა ღმერთმთავარი. ამიტომ გაიხა ფარდა, როდესაც ფარდა გაიხარ ჯვარცმის დროს, ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა მიიღო მსხვერპლი და ღმერთი აღარ სადგურებს ტაძარში. აღარ ჭირდება სატაძრო რიტუალები, გაუქმდა ეს ყველაფერი. ამიტომ უყურებდა მღვდელი იესო ქრისტეს ჯვარცმას და ეგრეთვე უყურებდა წმინდათა წმინდაის. საიდან გაიგესო ფარდა გაიხა წმინდათა წმინდაისში. რადგან მღვდლები თავისივე თვალით უყურებდნენ ამას ყველაფერს, თუ რა ხდებოდა იქ, იმ მომენტში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე. ახლა მე ყველა დეტალებს ვერ აგიხსენებ, მაგრამ აი ეს დეტალი არის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც მეკითხა. კიდევ რა არის მნიშვნელოვანი? მღვდელიც, რომელიც ამას უყურებდა და ვინც უშუალოდ წვავდა და ვინც ფერფს აგროვდა, ყველა გაუწმინდურდებოდა, როდესაც ეს მსხვერპლი მოქონდა. ასევე როგორც ისრაელი, როდესაც მან მოაწვა იესო ქრისტეს ჯვარს, მე ვამბობ, კორუმპირებული სისტემა იყო მაშინ. ეს ახლა არ გეგონოთ, რომ ეს მთელ ებრაელებს ეხება, ეს აბსურდია. კონკრეტულად ის ადამიანები, ვინც მონაწილეობდა ქრისტეს ჯვარცმაში, ისინი იყვნენ გაუწმინდურებული. ისინი გაუწმინდურდნენ სულ ყველა. მაგრამ ეს იყო დროებით. იესო ქრისტეს სიტყვა, რომელიც ამბობს მამაო აპატი ვინაიდან არ იციან რას ჩადიან, ზუსტად არის ეს მომენტი, როდესაც მღვდელი ამბობს, რომ 7 დღე იყო ის გაუწმინდურებული. ხოლო ფერფლის შემგროვებელი და მაყურებელი იყვნენ საღამომდე გაუწმინდურებული. ამიტომ ეს არის ზუსტად ის იესო ქრისტეს შემთხვევით არაფერს არ ამბობს, როდესაც ის ამბობს მამაო აპატიე მათ ცოდვები, აი ეს მომენტი არის ზუსტად, როდესაც უყურეთ როგორ არის მისმა დამწვანმა გაეცხო სამოსელი წყალში დაიბანოს სხეული უწმინდური იქნება საღამომდე, ეს ვინც მასკნა მოაგროვოს სუფთა კაცმა დეკეულის ფერფლი და ბანაკის გარეთ სუფთა ადგილზე დადის, სადაც შეინახება ისრაელის ზეთათემისათვის სასხურებლად წყლისათვის სოდვის გასაწმინდად. გაირეცხოს სამოსელი დეკეულის ფერფლში შემგროვებულმა და უწმინდური იქნება საღამომდე. და ეს არის ის ზუსტად იესო ქრისტე უნება მამაო აპატი ვინაიდან არ იციან რას ჩადიან. ეს არის ის მომენტი, როდესაც ისრაელი არის გაუწმინდურებული, რიტუალურად გაუწმინდურებული. მაგრამ აქ გაგვახსენდეს ეზეიკელ წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველება, რომელიც ძალიან საინტერესო წინასწარმეტყველებას გვთავაზობს, გაირეცხოს წყლით, ეს არის ზუსტად ის, რასაც უძახიან წმინდა წყალს. ებრაელური ტრადიცია გვეუბნება, რომ ეს არის იგივე წმინდა წყალი, რომელიც შეიცავდა დეკეულის ფერფლს და რომელიც წმინდავდა. აი ღმერთი რას პირდება ისრაელს, ამის შემდეგ თქვენს დრო ისრაელი
იყო გაუწმინდურებული, ანუ ეს სულიერად გეუბნებით, იყო გაუწმინდურებული. ისრაელმა დაკარგა თავისი სახელმწიფოებრიობა, მაგრამ ღმერთმა დაპირდა. ის მამაო აპატიე მათ დაიწყო მოქმედება აი ამ დროს, უყურეთ. აგიყვანთ ხალხებიდან, შეგაგროვებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე. ეს არის ეზეიკელ 33-ის 36 თავის 24 მოხდა. ეს არის პირობა, რომელიც ღმერთმა მისცა და ეს არის ის წითელი დეკეულის მსხვერპლის კავშირი. გასხურებთ წმინდა წყალს. გასუფთავდებით მთელი თქვენი სიბილისაგან, ყველა თქვენი კერპისაგან გასუფთავდებით. ანუ ისრაელის ჯერ ხდება მოგროვება, მოყვანა, ისრაელის სახელმწიფოს აღდგენა ხდება, გაძლიერება, ყველა ებრაელის, ვინც რჩეულია ღმერთისთვის, ვისაც დადგენილი აქვს მისი რიცხვი უნდა მოვიდეს იმ სისულემდე, რომ დაიწყოს მეორე მოქმედება. მეორე მოქმედება არის ის, რომ გასხურებთ წმინდა წყალს. გასხურებთ წმინდა წყალს, ეს არის ამ დეკეულის ფერფლის გადასხმა, მაგრამ ამ დეკეულის ფერფლის გადასხმა არის იესო ქრისტეს მიღება. ებრაელმა ერმაო, როდესაც მიიღებენ თავის მასიახს. როდესაც სამწუხაროდ ბევრმა იმდენად დაამახინჯა ბიბლიური სწავლება, რომ გონიათ, რომ ებრაელები ელოდებიან ანტიქრისტეს. ეს არის აბსურდი და ზღაპრები, შემოკარგებო. ამას ბიბლია არ ამბობს. როგორ შეიძლება რომ ღმერთის ტაძარში დაშდეს ეშმაკი? ეს აბსურდია. ეს როგორ მაშინ ეს ღმერთის ტაძარი აღარაა. ეს არის სისულელე. ღმერთის ტაძარი თქვენ იცით, რომ ახალი აღთქმის ტერმინოლოგიის მიხედვით ეს არის უკვე ყველა მორწმუნე ადამიანი, ვინც მიიღო იესო ქრისტე. ანუ ანტიქრისტე დაждდება ქრისტიანების გულებში, როგორც ამბობს ეფრემ ასური, საეკლესიო მამა. ჯობია წაიკითხოთ მისი ნაშრომი და გაიგებთ ყველაფერს. მაშასა პირველი რაც ჩვენ თქვით, ეს არის პირველი წითელი დეკეულის კავშირი, როგორ არის ქრისტესთან ისინი დაკავშირებული. პირველი რაც ჩვენ თქვით, ის იყო ბანაკგარეთ დაკლული, მას აუცილებლად უნდა ყოფილიყო ესწრებოდეს მღვდელი, მღვდელი აუცილებლად უნდა უყურებდეს როგორ იწვის დეკეული და აუცილებლად უნდა უყურებდეს წმინდა ის, რათა მსხვერპლი იყოს მიღებული. ასევე მოხდა ეს ყველაფერი იესო ქრისტეს დროს. გაუწმინდურება მოხდა იმ მღვდელის და იმ ხალხის, ვინც დეკეული მოიყვანა მსხვერპლად, გაუწმინდურება ხდება. ეს ყველაფერი ახდა იესო ქრისტეში, მაგრამ საღამომდე აქ რო წერია, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც გესმით, რომ ეს მათ ცოდვაში არ ეთულებოდათ. აქ არ ამბობს, რომ ისინი ცოდვილები არა, აქ ამბობს, რომ ისინი გაუწმინდურებულები იქნებიან საღამომდე და ამიტომაც იესო ქრისტე ებრაელ ერს არ უთვლის ცოდვაში, ამათ და ეუბნება მამაო აპატია, ამათ ვინაიდან არ იციან რას ჩადგენ. სინამდვილეში მათმა მართლა არ იცოდნენ რას აკეთებდნენ. და ეს იყო დაფარული მათთვის და ეს არის ამ ცნების ხუკა, ეს არის დადგენილება წესი, რომლის არსი ბოლომდე არავინ არ იცოდა. მაგრამ ამის არსი ბოლომდე გავიგეთ ჩვენ, როდესაც იესო ქრისტე მოვიდა და გაეკრა ჩვენთვის ჯვარზე. მეორე მომენტი, რომელიც ჩვენ აქ არის, მე ახლა დანარჩენებს მოკლედ ვიტყვი, ეს არის მირიამის სიკვდილი, ანუ მოსეს სიკვდილი და თქვენ იცით, რომ ებრაელები მივიდნენ მოსესთან და არონთან, რომ წყალებინო, რადგანაც მიდრაში გვასწავლის და პავლე მოციქული პირველი კონდენსატ წელებში წერია, რომ მარიამს დაყვებოდა კლდე წყაროს კლდე, რომელიც იესო ქრისტე იყო. ანუ ის მარიამი გარდაიცვალა და ის კლდე აღარ იყო. და ეს კლდე პავლე მოციქული ამბობს, რადგანაც მუდოდა წყაროს სიცოცხლის, ეს არის თავად იესო ქრისტე. ზუსტად ამ თავში არის, როდესაც მოსე და არონის შეცდომა იყო იმაში და გვაჩვენებს შეცდომა, რომ მათმა სიტყვით არის მოქმეdes, როგორც ღმერთმა უთხრა, რომ უთხარი კლდეს და გამოვა, მაგრამ მოსე და არონმა დაარტყეს და ამით ღმერთის დიდება შებღავდეს. ღმერთს უნდოდა სხვა ურთიერთობები თავის ხალხთან. მას უნდოდა, რომ მათ გაეგოთ სიტყვის ზალა, რომელიც არის იესო ქრისტე. და იესო ქრისტე ერთხელ ეწამა მსხვერპლად
დარტყმა ამ კლდეზე ჩვენი პირველი, როდესაც ისინი არიან უდაბნოში გამოდიან და პირველად როდესაც მოსემ კლდეს მიერტყა წამოვიდა ეს წყალი, ეს უცად ის კლდე დაყვებოდა მარიამს. ეს არის მიდრაში სწავლება, განმარტება, რომელიც ებრაულ ტრადიციაში არის და რომელსაც აღიარებს პავლე მოციქული, რომელიც ამბობს კონკრეტულ წერილებში. სწორედ ეს კლდე, რომელიც დაყვებოდა მარიამს, პირველი დარტყმა, როდესაც ის უტყამს, სიმბოლიზირებს იესო ქრისტეს ჯვარცმას, დეკეულის მსხვერპლი. მაგრამ შემდეგ იესო ქრისტეს მსხვერპლი აღარ შეიძლება. ის აღარ შეიძლება რომ მეორე და მესამედ ეწამოს. შემდეგ უკვე იწყებს სიტყვის მოქმედება. ჩვენ გვწამსო იესო ეწამა ჩვენ ჯვარზე და მისი სიტყვების ამებრივ ვიქცევით მასში. და მაშინ მოდის სიცოცხლის წყარო მისგან და ჩვენ ღებულობ წყაროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ჩვენ უნდა გვესმოდეს. ეს არის ზუსტად ეს კლდე და ეს აარონის და მოსეს ისტორია კავშირში იესო ქრისტესთან. ამიტომ გვხვდება აარონი, ანუ მღვდელმთავარი, რომელიც ჩაანაცვლა იესო ქრისტემ და ამიტომ ამბობს პავლე მოციქული ებრაელთა წერილებში, რომ ჩვენ გვყავს მღვდელმთავარი არა აარონის ხაზით, არამედ მელქისედეკის წესით, ანუ ეს არის ყველაფერი წინასწარმეტყველური სახე, რომელიც იესო ქრისტეში შესულდა და ასრულდა შემოკარგება. მე ახლა უბრალოდ დრო არ მაქვს ამდენი დეტალი ყველა განგიხილო, მე ძალიან მოკლედ გეუბნებით ამას და ძირითადად არც გეუბნებით. დანარჩენები თქვენ შეგიძლიათ სახში წაიგითხოთ ეს თორი საკვირაო თავი და აუცილებლად გამოიკლოთ და თქვენ აღმოჩენთ ძალიან ბევრ საინტერესო დეტალს, რომელზეც ალბათ შეიძლება ყურადღებაც არ გქონდეთ მიქცეული. თქვით, მესამე დეტალი ეს არის სპილენძის გველი. სპილენძის გველი, რომელიც ასევე მიუთითებდა იესო ქრისტეს ჯვარცმას და ამაღლებას, რომელსაც იესო ქრისტე ამბობს, როგორც სპილენძი აღმართა, გველი აღმართა მოსემ უდაბნოში, ესე აღიმართება ძეკაცისა და ყველა ვინც მას იწმინებს, მიიღებს საუკუნო სიცოცხლეს. სპილენძის გველის ისტორია თქვენ იცით, როდესაც გველებმა დაკბინენ ებრაელები, ისრაელის შვილები, ისინი მივიდნენ მოსესა და გვიშველებმა. მოსემ აღმართა სპილენძის გველი და თქვა, ვინც ამას შეხედავ, ის განეკუნება. ამიტომ ეს სიმბოლიზირებს იესო ქრისტეს ჯვარცმას, ისევ წითელი დეკეულის მსხვერპლი, ისევ კლდე და იქიდან წყალის გამოდინა. ეს არის ყველაფერი ერთი თავი, რომელიც გვიჩვენებს იესო ქრისტეს მოქმედებას დედამიწაზე, რომელიც იყო. ეს არის მოქმედების გეგმა. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ კარგად გესმოდეთ, რომ იესო ქრისტეს მოქმედება ახალ აღთქმაში და დედამიწაზე, როდესაც ის იყო, არავითარ შემთხვევაში არ იყო შემთხვევით, ან სპონტანური. არც ერთ წუთში ეს არ იყო. ყველაფერი იყო დაწერილი გეგმა ზომიერად. იესოს ქრისტეს ჰქონდა გეგმა და ამ გეგმის მიხედვით ის მოქმედება. გოლგოთის ჯვარზე სიცოცხლის ბოლო წუთამდე იესო ქრისტე აკონტროლებდა ყველაფერს და ამბობდა ყველაფერს აკეთებდა იმის გამო, რომ თავისივე დაწერილი სიტყვა, რომელიც არის თანახი, იგივე თორა ნევიმ ქთუვიმ, ასრულებული იყო ყველა დეტალი, რომელიც მის მოქმედებაზე ლაპარაკობდა და მეტყველებდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვესმოდეთ. თუ ჩვენ ამას გვესმის, ჩვენ სახარებაში და საერთოდ მთლიან ბიბლიაში აღარ გვექნება ისეთი კითხვები, რომ თითქოს ბიბლია ეწინააღმდეგება ერთმანეთს, თითქოს ახალი აღთქმა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, თითქოს ახალი აღთქმა უპირისპირდება მოსეს რჯულს, ანუ სხვა რაღაცა წიგნებს. არა, ჩემოკარგებო, ახალი აღთქმა არ უპირისპირდება მოსეს რჯულს, ახალი აღთქმა არის მოსეს რჯულის მოქმედებაში მოყვანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გვესმოდეს ჩვენ. ახალი აღთქმა არის ის, რაც მოსეს რჯულმა თქვა, იმის მოქმედებაში მოყვანა. და ეს უნდა გვესმოდეს ჩვენ. ეს ასე რომ ვთქვათ, მოკლედ. მაშასე ჩვენ გავიხილეთ ძირითადად სამი მოქმედება, რომელიც ჩვენ გვაქვს. თორი საკვირაო თავს, რომელსაც ხუკათ მეკითხათ, ეს არის წესები, რომლის მნიშვნელობაც ჩვენ ბოლომდე არ ვიცით. ამის მაგალითები ჩვენ გვხვდება როგორც ძველ აღთქმის წიგნებში, ასევე გვხვდება ახალი აღთქმის წიგნებში და განვიხილეთ სამი პასაჟი, რომელიც არის მოთხრობილი, ძირითადად სამი პასაჟი, რომელიც არის მოთხრობილი. ეს არის წითელი დეკეულის მსხვერპლი, ეს არის
მირიამის სიკვდილი და კლდიდან წყლის გადმოთხვევა. ეს არის აგრეთვე მოსეს და აარონის შეცდომა და აგრეთვე აარონის სიკვდილი. და ასევე ეს არის ის მომენტი, როდესაც მოსემ აღმართა სპილენძის გველი. ყველა ეს მომენტი არის დაკავშირებული იესო ქრისტეს მოქმედებასთან. აარონის სიკვდილი თქვენ იცით როგორ მოხდა იმ დროს, როდესაც აარონი აიყვანეს მთაზე და აარონმა გაიხადა შესამოსელი. იესო ქრისტე როდესაც გამოუტანეს განაჩენი, მღვდელმთავარმა ტანსაცმელი შემოიხია. ეს ნიშნავს, რომ ისრაელში აღარ იყო მღვდელმთავარი, რადგან ერთადერთი და ჭეშმარიტი მღვდელმთავარი ეს იყო იესო ქრისტე, რომელიც არის ჩვენი უფალი და ჩვენი ღმერთი. მაშასე ვიყურეთ ჩემო კარგებო, იმედია მოგეწონათ ეს სტორი საკვირაო თავი, რომელსაც ქვია ხუკად. უფრო დეტალურად ჩვენ ალბათ ვისაუბრებთ შემდგომში, ჩვენ სექტემბრიდან გეგმავთ აუდიტორიაში ლექციებს, აგრეთვე გეგმავთ ონლაინ ტრანსლაციებს, პირდაპირ ტრანსლაციებს, პირდაპირ ჩართვები გვექნება. ამაზე ყველაფერზე გვჭირდება რა თქმა უნდა ფინანსები. ეს არის ახლა დამოკიდებული ჩვენს ფინანსებზე, თუ რამდენად გვექნება ფინანსური მხარდაჭერა, ყველაფერი ამასათვის. იქ გავივლით უკვე უფრო დეტალურად, გავივლით ებრაულ ტექსტს, გავივლით მის თარგმანს და გავივლით ასევე კომენტარებს, თუ როგორ ასწავლდნენ ებრაელები, რაბინები ამას ყველაფერს როგორ უყურებდნენ და გავივლით ასევე ქრისტიანული თეოლოგების განმარტებას, თუ რამდენად ემთხვეოდა ისინი ებრაულ კომენტარებს და რაში ცდებოდა ერთიც და რაში ცდებოდა მეორეც, რაში იყო ერთიც მართალი და რაში იყო მეორეც მართალი. ამას ყველაფერს ჩვენ გავივლით ალბათ სექტემბრიდან, რადგანაც ჩვენ მუშაობთ ამაზე, რომ სექტემბრიდან ეს ყველაფერი განვახორციელოთ. ამიტომ ილოცეთ ძალიან გთხოვთ ჩვენზე, ჩვენს მსახურებაზე და გთხოვთ ფინანსურად დაგვიდგეთ გვერდში, რათა ეს ყველაფერი, ეს პროექტი, რაც ჩვენ გვაქვს გეგმაში, ყველაფერი განხორციელდეს. შეიძლება ზოგიერთმა თქვას, რომ არ მოგვაბეზე თავი ამდენ ფინანსებს და ფინანსებს ოითხოვ. ჩემო კარგებო, მე ჩემთვის არ მინდა, ჩვენთვის არ მინდა, ჩვენ გვინდა უბრალოდ ამ მსახურებას გქონდეს ხელშეწყობა, მეტი არაფერი. ამიტომაც ეს მსახურება ჩვენ ვდებთ სულს, გულს, მთელს ენერგიას, მონდომებას და გვინდა რომ აქედან რაღაცა გამოვიდეს. ამიტომ ვამბობთ ასე ხშირად ამას შემოკარგებენ. მადლობა ყურადღებისათვის, აუცილებლად გვიყურეთ, გააზიარეთ ეს ვიდეო, აუცილებლად დააკომენტარეთ, შეკითხვები თუ გექნება, დასვით კითხვებში ჩვენ ვეცდებით ვიდეოთი გაგცეთ ან წერილობით ფორმაში. მადლობა ყურადღებისათვის.